მადლობთ მოწვევისთვის, ვესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტია. მე ვერავითარ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ძალადობას არასდროს არ გავამართლებ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინციდენტი, რომელმაც დიდი უსიამოვნება შეუქმნა ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც დაკავებულს, ასევე ოჯახს, რომელსაც ქორწილი ჰქონდა და ასე შემდეგ, ესეც არის საბოლოო ჯამში პოლიტიკის შედეგი, ხო, იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ქვეყანაში და ამიტომ არის, რომ აი ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაცა პოლიტიკა მათ არ ეხება, ან რაღაცა მათ უშუალო ცხოვრებაზე არ აისახება ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება და როგორ მართავს ის ქვეყანას, მე იმედი მაქვს, რომ დაინახავენ კიდევ ერთხელ, რომ ყველას, უკლებლივ ყველას ეხება ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება. იქნება ეს უცხოელი ტურისტების, ასე ვთქვათ, შემოსვლასთან დაკავშირებით, იქნება ეს რეაგირების ფაქტები სხვადასხვა ინციდენტებზე თუ სხვა. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმის, რომ საბოლოო ჯამში, ანუ პრობლემა ხო რა არის, რომ ჩვენ ვართ ამ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ ვიცი გამოგიტყვიო, ასე ვთქვათ, რასაც აჩვენებს და ალბათ უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, არაკეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და შესაბამისად ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, ლეულოს პოზიცია არასდროს არ იყო, რომ რუსეთიდან ტურიზმის რაღაცა, ასე ვთქვათ, მოქმედებას ხელი შეეშალოს, მაგრამ არსებობს გარკვეული პროცესები, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება მართოს იმგვარად, რომ თავიდან ააცილოთ მათ შორის ქვეყანას ის პროვოკაციები, რომელიც შეიძლება გამიზნულათაც დაიდგეს მომავალში იმისთვის, რომ შეიქმნას საქართველოსთვის დამატებითი გამოწვევები. მაგალითად, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინ მქონდა ესეთი ინიციატივა, რომ ვინ შემოდის ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, რუსია, ფრანგია თუ ინგლისელია, ჩვენ როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული მისი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ტერიტორიის და აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, შემოვიღოთ გარკვეული პროცედურა, მარტივი, ძალიან განსახორციელებლად, რომელსაც საზღვრის კვეთის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის არის ინფორმირებული, რომ ქვეყანაში არის ოკუპაციის შესახებ კანონი, ამ კანონის მოქმედებას დაემორჩილება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პირობებში და ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ხო? იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს რაღაცა ფილტრს აწესებს იმ ხალხისთვის, ვინც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რომ პატივისცენ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ კი ბატონო, ასე ვთქვათ, მიიღონ აი ეს რაღაცა სიამოვნება, რაც უკავშირდება ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის მონახულებას. ეს არის ერთი. მეორე, როდესაც შენ არანაირი მართვის პროცესი არ გაქვს, ხო, ამ რაღაცა პოტენციური პროვოკაციების თავის არიდების და იცი, რომ საქმე გაქვს ქვეყანასთან და სახელმწიფოსთან, რომელმაც შეიძლება რომ მსგავსი ინციდენტები გამოიყენოს პროვოკაციისთვის. გასული 14 წლის მანძილზე თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ, რა პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რომელიც ფაქტიურად სრულად არის მიმართული რუსეთზე და განსაკუთრებით გასული ბოლო წლების მანძილზე იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს, ცხადია, რომ საქართველოში დასავლეთიდან, ასე ვთქვათ, ტურიზმის ევროპიდან იქნება ეს სხვა ტურიზმის თვალსაზრისით დაინტერესება იკლო, ამიტომ მე შეკითხვა მაქვს, ანუ ჩვენ ვერც რუსებს შევცვლით და რუსი ტურისტების, ასე ვთქვათ, ქცევის რაღაცა, არ ვიცი, ეთიკას. ვერც იმას შევცვლით უახლოეს მომავალში, რომ ოკუპაციის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ვერც იმას, რომ რუსეთი მტრული სახელმწიფოა. და საქართველოს ხელისუფლებას რაც შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაცნაირი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, იმისთვის, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ პროვოკაციებისგან მომავალში, აი მაინტერესებს რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ხელისუფლება და მეორე ცხადია ეს არის ჩამონგრევა, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებისაც და ნდობისაც სამართალდამცავი სისტემის მიმართ, იმიტომ რომ მსგავსი კონფლიქტი ცხადია რომ უნდა დარეგულირდეს სამართალდამცავის, ასე ვთქვათ,
უწყებების ჩარევით და არა ცემატყებით და რა ვიცი, ლინჩის წესით გასამართლებებით, მაგრამ როდესაც დაკარგულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის მსგავსი პროცესები, ეს არის ამის ლოგიკური გაგრძელება. რაც რომ ეს არ არის რაღაც განცალკევებული ინციდენტი, ეს არის იმ გამოწვევების ასახვა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად. ეს არის ჩემში გასაგებია. კი ბატონო, აი თქვენ სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა ახსენეთ, ქალბატონ სალომე და სწორედ ამ საკითხზე მინდა რომ გადავიდეთ. ჩვენ შაბათს კიდევ ერთი რეპორტაჟი ვნახეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ის შემთხვევით დაიჭირა საერთოდ სამართალდამცავმა უწყებამ 3 თვე ყავდათ ციხეში და 3 თვის მერე გაირკვა, რომ რასაც ედავებოდნენ მას, ანუ სხვა ადამიანის ესე ვთქვათ დაზიანებას არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ ფაქტობრივად ყოველ კვირეულ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციებს თუ როგორ ძალადობენ ძალოვან უწყებებში მოქალაქეებზე. რატომ გახდა სისტემური პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენა? რა არის რეალურად ამის მიზეზი და სადამდე მიგვიყვანს ეს რეალურად, როდესაც არ აქვს რაღაცა შიში, ხო, აი ამდენს რომ ბედავენ, არ საკუთარ თავს აძლევენ ამის უფლებას, თავად პოლიციელები, გორის კადრები ვნახეთ, არაერთი მასალა გავრცელდა. ხო, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იგივე, ასე ვთქვათ, დღეს საზოგადოება ერთ-ერთი რატომაც არის შეწუხებული გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, არის მათ შორის უნდობლობა საზოგადოების მხრიდანაც, ან სასამართლოს, ან სამართალდამცავი უწყებების მიმართ და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ხო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ გასული წლები დიდი ხანია უკვე, მაგრამ გასული წლების მანძილზე, აი გასული უკანასკნელი წლების მანძილზე განსაკუთრებით, ფაქტიურად ძალოვანი უწყებების მზადყოფნა, ესე ვიტყვი, რომ დაარღვიოს ქვეყნის კონსტიტუცია და კანონი და გადაიქცეს ხელისუფლების პირად დაკვეთების შემსრულებლად, მათ შორის საკუთარ თანამოქალაქეებზე ძალადობის გზით, აი ეს ძალადობა და ძალადობის განმახორციელებელი და ამისთვის მზადყოფნის, ასე ვთქვათ, რეჟიმში მყოფი ხალხი და უწყებები გახდა მთავარი საყრდენი ერთ-ერთი ამ ხელისუფლების. ამიტომ ცხადია, რომ ვერანაირ პასუხს შენ ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ ეს უკვე არის ურთიერთთანადამოკიდებულების პროცესი, ეს არის წახალისებული პოლიტიკურად მათ შორის ძალადობა და შემდეგ ეს ძალადობის, ასე ვთქვათ, ბორბალი როდესაც აგორდება, ის არ არის მიმართული მხოლოდ პოლიტიკურად არასასურველი პირების წინააღმდეგ, როდესაც ყალიბდება ძალოვან სტრუქტურებში დაუსჯელი ძალადობის, ასე ვთქვათ, კულტურა, ეს უკვე მიემართება მათ შორის დიახ, რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაც, იმიტომ რომ იცის ძალადობის განმახორციელებელმა, რომ მასზე არ იქნება რეაგირება. ეს ერთი პრობლემაა და მეორე, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა ეს არის აბსოლუტური ინსტიტუციური ჩამოშლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო ჩვენს სახელმწიფოში, ხო? იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები არც ერთ ქვეყანაში, თუ ისინი არ ექვემდებარებიან ძალიან მკაცრ ზედამხედველობას, ყოველთვის საშიშია, რომ ისინი ბროტად გამოიყენებენ ძალას, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. მე მაინტერესებს, რა ზედამხედველობის ინსტიტუტი არსებობს დღეს ძალოვანი უწყებების მოქმედებაზე. პარლამენტი, რომელიც არ არსებობს, პარლამენტში აქტიურად არანაირი ეს რაღაც საზედამხედველო ფუნქციაზე ლაპარაკი უკვე აღარ არის რაღაც არის რეპრესიული მანქანის ნაწილი პარლამენტი, რომელიც იღებს ყველა კანონს, რასაც დაუკვეთავენ. სახალხო დამცველი აბსოლუტურად უსუსური, ბუტაფორიად მოეწყინება, ბუტაფორიად ქცეული ინსტიტუცია, არასამთავრობო ორგანიზაციები დევნის ქვეშ, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებოდა და ფაქტიურად მათი მოქმედება დღეს არის შეზღუდული, დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც უნდა გამოეძიებია სამოხალეო დანაშაული გაუქმებული და სრულად მართული და პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი პროკურატურა და სასამართლო. ვინ უნდა მოთხოვოს ამ სისტემაში პასუხი რამეზე ძალოვან უწყებებს და ამის ლოგიკური შედეგი იქნება ცხადია უკანონობის ზრდა და მათ შორის ძალადობის ზრდა. სამწუხარო რეალობა ეს არის, რაც სახელმწიფო ინსტიტუციებში ჩამოშლას მოყვება თან.
კი ბატონო. და ქალბატონ სალომე, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ეს ეხება ტრამპის წერილს, რაზეც ქართული ოცნების ხელისუფლებამ და სამთავრობო მედიამ ააგეს პროპაგანდა, რომ თითქოს ეს იყო გზავნილი ურთიერთობის გადატვირთვის და ესე ვთქვათ, რაღაცა თანამშრომლობის გაგრძელების გულისხმობ პასუხის წერილზე, სამადლობელოს, რომელიც ტრამპის სახელით გავრცელდა. რა არის რეალურად ეს წერილი? რა მოიკითხეთ თქვენ ამ წერილში? ფორმალობა? ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად რაღაცა სრული რაღაცა ალოგიკური ქცევა აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ერთის მხრივ ძალიან მარტივად შესრულებად მოთხოვნებს დასავლეთის, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პოლიტიკური პატიმრების თემას და ზოგადად, ასე ვთქვათ, დემოკრატიის გადატვირთვის პროცესს და მარტივად არის შესასრულებელი ამ მიმართულებით არც ერთ ნაბიჯს არ დგავს და რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მოდი სიმართლე რო ვთქვათ, არანაირი მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირი რეალური გადატვირთვის პოლიტიკა ცხადია, რომ არ არის, იმიტომ რომ რეალური გადატვირთვის პოლიტიკა ეს არის როდესაც არის მაგალითად აღდგება სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის. ის რომ ზრდილობის პროტოკოლის, დიპლომატიური პროტოკოლის დაცვით წერილზე პასუხი მოწერეს, ვინმეს ეს არ არის ცხადია, არანაირი გარღვევა დიპლომატიურ, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით და ასევე ძალიან სასაცილო იყო ჩემთვის, როგორც ჩანს, საელჩოებს დავალება მისცეს, რომ ჯგუფურად დაეპოსტათ ყველას თავის ვებგვერდზე ბოჭორიშვილის უკანასკნელი ვიზიტი, რომელიც, ახლა პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ სამიტი, რომელზეც იყო ჩასული, არ იყო დიდად პოპულარული თემა, მემარცხენე პოლიტიკური ექსტრემიზმის, ტერორიზმის, ასე ვთქვათ, თემასთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული პოზიციები იყო და ევროპაში საკმაოდ გააკრიტიკეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ეს ზოგადად ეს მიდგომები. მე არ ვიცი იქ რა გაუზიარა ბოჭორიშვილმა, ვინმეს არ შეიძლება ალეკო ელისაშვილი რო დააპატიმრეს და 13 წლის ციხეში ჩასვეს, ეს შეუძლია გაუზიაროს, როგორ შეიძლება ტერორიზმის ბრალდება გამოიყენო პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიისთვის, იმიტომ სხვა რა გამოცდილება არაცოდნა აქვს გაუგებარია, მაგრამ აი ესეც სიმპტომატურია, ხო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ქვეყანას რაც ჭირდება, რეალური ხელშესახების შედეგი, ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არ ვიცი, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ინვესტიციები მაგალითად ამერიკული ჩვენს ეკონომიკაში თუ სხვადასხვა, არსად არაფერი არ ხდება და იმიტომ რომ რაღაც საკმაოდ არაპოპულარულ თემაზე გამართულ რაღაც კონფერენციაზე ჩავიდა, ამის შესაღება უნდათ საზოგადოებისთვის ან დიპლომატიური პროტოკოლური წერილის როგორც დიდი გარღვევის. ცხადია, რომ ეს გარღვევა არ არის და საქართველოს სამწუხაროდ რაც უფრო მთავარია და ამით დავასრულებ, რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მომავალი, უსაფრთხოება, დაცულობა და განვითარება ეს უკავშირდება საქართველოს მომავალს ევროკავშირში და შესაბამისად სანამ ჩვენ არ მივაღწევთ გარღვევას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება მუდმივი საფრთხის და მუდმივი, ასე ვთქვათ, მუდმივ მოწყვლად რეჟიმში, რამდენი პროტოკოლური წერილიც არ უნდა მიიღოს ამ ხელისუფლებამ, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურისგან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.